საღამოშვიდობისა ქრონიკა სტუდიაში ნინო კაპანაძე მუშაობს. კომპანია რუსთავგაზის თანამშრომლებსა და კომპანია სოკარის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. რუსთავგაზის თანამშრომლები დირექტორი სოსო გულიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და კატეგორიულად მოითხოვენ, რომ დირექტორი თანამდებობაზე დააბრუნონ. ამ დროისთვის კომპანია სოკარის წარმომადგენლებსა და კომპანია რუსთავგაზის თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. კომპანია სოკარის წარმომადგენლებს შორის იმყოფება ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, რომელსაც დღეისათვის კომპანია სოკარ საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა უკავია. გთავაზობთ დაუმონტაჟებელ მასალას, რომელიც ჩვენ ამ წუთებში მივიღეთ. მე დავრჩი სიტყვაზე. ხვალ ეს წავიდა სამსახურიდან. რა ქნას მითხარი? მე გეტყვი. ეს ადამიანი თუ მუშაობს, თუ მუშაობს, მოვალეობას ასრულებს იდეალურად, რასაც რად მოთხოვნებიც არის, არავინ არ გაუშვებს ამ ჩვენმა მმართველმა, ჩვენ გენ დირექტორმა რა დააშავა იმის აფასური, რომ ერთი ხელის მოსმით ჩვენ უშვებს სამსახურს. სამსახურიდან. გენ დირექტორი შეცვლის გადაწყვეტილებას გებულობს. გლობელი სამართლებრივი დაუდგებით ყველა მხარში. არ შეიცვლება, უცვლელი იქნება ყველაფერი. აბსოლუტურად. ბატონო რა ხდება რომ მოგვიყვეთ რამ გამოიწვია აჟიოტაჟი რა სიტყვა ჩვენ არ გვინდა დირექტორის გადადგომა ჩვენ გვინდა ჩვენი მართველი გყავდეს იმიტომ რომ დირექტორი შეწყვიტა ამას გული რა გაფიცვას მოვა აჟიოტაჟი რამ გამოიწვია იცით აი ეს 60 ოჯახი რომ ისა თანამშრომელი რომელსაც ახლა ამცირებენ არ მოაწერა მათ შემცირებაზე დირექტორმა ხელი და პირდაპირ უთხრეს შენ თუ ამას არ აკეთებ მოვა ახალი დირექტორი რომელიც გააკეთებს რომელიც ეს 60 ოჯახი რომელიც გაუბედურდება ხალხს ვალები აქვს და პრობლემები აქვს ყველასი წეგან თქვენ შეგნებულად არ შემოგიშვეს აქ თორე დირექტორი რო იძახიან აქ ზოგიერთები შემცირებული არ არისო როგორ არ არის დღეს ბზანება დაუწერიათ დირექტორის გარეშე მოუწევიათ ეს 13 თვალყურეო საბჭო და გადაუწყვეტიათ მოსულია ვიღაცა ბატონი რა ვიცი სახელნაგვარი არ ვიცი მაგრამ ჩვენ უბრალოდ ჩვენ დირექტორს ვიცავთ იმიტომ კი ბატონო ჩვენ არ გვიშვებენ ხო იმ 60 ოჯახს არ უშვებენ მაგრამ ჩვენ იმიტომ ვიცავთ ჩვენ დირექტორსო ჩვენს განთავისუფლებაზე არ მოაწერა ხელი ესენი ხან ჭრიან და ხან კერავენ რას ვაპირებთ გადავწყვიტავთ ერთიანად და მე მგონი ქალაქი იქნება პარალიზებული გაზის შეწყვეტა შეიძლება დიახ გავიფიცებით რა ვერ გავიფიცებით რამე შეგვიშლის ხელს იმორმეცმა ოჯახმა რა თქმა ვისაც უჭირს დირექტორი ვერჩირო და გვიდა მაგის გული არავინ არ მიიღებთ იმას ქალაქი იქნება პარალიზებული არ შედება უილია ასორი ინფორმაცია არა
კითხვას მისვათ პასუხის გაცემის საშუალებას არ მაქვს. მე ვიცოდი რომ გამათავისუფლეთ, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს მე არ ვიცოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი უფლებაა. ხომ მეთანხმებით სულ ყველა არა რომ რა მაინტერესებს თქვენ მოგივიდათ საშტატო განრიგი რომ 30%-ით შემცირდებოდა მოგივიდათ თუ არა ეს განკარგულება რომ თანამშრომლები აი აგდებს საშტატო განრიგი ანუ თქვენ მითხარით ამას მე მაინც ვერ მისწევ მოგთხოვეს თუ არა თანამშრომლები შემცირდება დიახ და ბატონო ბატონი ალეკოს მიერ, იმიტომ რომ ის არის წარმომადგენელი, აქციონერთა წარმომადგენელია, მას უფლება აქვს მათი თანხმობის გარეშე იმოქმედოს ისე როგორც შეუძლია. თulis საჭირო. ნუ არ ვიცი, ალბათ 10% გამოდის, ხო, რამდენი გამოდის, არ ვიცი, ვერ გეტყვი ზუსტ 40 კაცის, 40-45 კაცის შემცირებაა. სულ 187 ვიყავით და შემცირდება 45 კაცი. როგორც ამბობენ და ეხლა მე ამაში უკვე კომპეტენტური ვერა ვარ. მე რადგან ვერ შევძელი ამის გაკეთება, განა იმიტომ რომ ვინმეს ან მეჭიდავა ან მეჩხუბა უბრალოდ მე ამდენ ხალხს ამხელა პასუხისგებლობას ვერ ავიღებდი ჩემ თავზე რა. ანუ ჩავთვალოთ რომ მე ამაში სუსტი აღმოჩნდი. მოვა ახალი დირექტორი, ის როგორც გადაწყვიტავს, ამას გადაწყვიტავს რა თქმა უნდა სამეთვალყურეო საბჭოც, ახალი დირექტორიც ალბათ იმუშავებენ ისე როგორც თulis სოკარი საჭიროთ და როგორც თulian ახალი მე პატრონეები ხო მეთანხმებით არა ეს ესეა მასიური რუსეთის მეტალურგიული კომბინატის საჩამომსხმელო საამქროს მუშები დღეს დილიდან გაიფიცნენ მუშები ქარხნის ხელმძღვანელობისგან ხელფასების გაზრდას სათანადო სამუშაო პირობების შექმნას სამედიცინო დაზღვევას და კუთვნილ შუებულებებს ითხოვენ რასაპირებენ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცული მუშები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საამქროს მუშები დილიდან გაიფიცნენ. გაფიცული მუშები ქარხნის ხელმძღვანელობისგან ხელფასების გაზრდას, სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, სამედიცინო დაზღვევას და კუთვნილ შუებულებას ითხოვენ. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, ქარხნის ხელმძღვანელობა ისედაც მიზერულ ხელფასს ორ თვეში ერთხელ არიგებს. ვერ სარგებლობენ ბიულეტინით და ფასიანი შუებულებებით. საამქროს გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ თუ ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, ორ დღეში მეორე საამქროც გაჩერდება. ვინაიდან მექანიკურ საამქროს ნედლეული გამოელევა. 5 თვეა ტონაჟზე ვყოფილ ვარ, მატყუებდნენ რომ დღიურზე ხარო, ეგ ერთი, მეორე კიდე ხელფასები თავის დროით არ არის. დაზღვევა აქ არ არის. ბიულეტენი აქ არ გადის, შვებულობა აქ არ არის. პოლუსი არ არის, არაფერი არ არის. და ორ თვეში ერთხელ ხელფასებს ვაძლევენ. შაბათი დღე არის სამუშაო, ოფიციალურად კონსტიტუციური დღეები აქ არის სამუშაო. და არის დარჩენა, თხოვნა დარჩენაზე, მაგრამ მე როცა გადახდაზე მიდის საქმე, უკვე ყოველთვის ვაწყდებით პრობლემას. რომ იმ ზედმეტ საათზე, ზედმეტ დღეზე არის ყოველთვის პრობლემები. საწარმოს ტექნიკური დირექტორი მიხეილ ჯანიკაშვილი აცხადებს, რომ გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საწარმოს ხელმძღვანელობა თანახმაა მუშების მოთხოვნები ეტაპობრივად დააკმაყოფილოს, თუმცა ამ ეტაპზე ხელფასების გაზრდა შესაძლებელი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ დღეისთვის საწარმოს გაფართოება მიმდინარეობს. ტექნიკური გადაიარაღება ხელფასების გაზრდა კი მხოლოდ თვენახევარში იქნება შესაძლებელი. არის ნაწილი მუშებისა, რომლებიც ზოგი სამართლიანად, ზოგი უსამართლოდ ითხოვს გარკვეულ საკითხებს, რომელიც უნდა გადაწყდეს, ხო? და გადავწყვიტოთ მიდის მოლაპარაკება. თავარი ის არის, რომ თავისუფლებაა და გამოხატავენ თავის აზრს. ამ აზრს გავიზიარებ ჩვენ, ან არ გავიზიარებ. უმეტეს შემთხვევაში გავიზიარებ. დაზღვევაზე ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, თავისთავად ცხადია, ხელფასები იგვიანებს, იმიტომ რომ გადაუწყვეტელი საკითხებია, ესეთი რომელიც აი ზუსტად ამაზე მიდის ახლა მოლაპარაკება, თორე ეგ საკითხი ახლა წამოიწია, ხო? წინა თვეში არ იყო და იქ თვეში არ იყო. ამიტომ უნდა გადაწყდეს და გადაწყდება ალბათ მოლაპარაკებით. ის თანხა რომელსაც იღებენ ცოტა რა თქმა უნდა. ბევრისთვის ცოტა, ბევრისთვის იმაზე მეტი. ამიტომ გადავწყვიტავთ დადებითად ყველა საკითხს. ჩვენ მუშებს არ დავტოვებთ უპატრონოდ. გაფიცული მუშები მოთხოვნების შესრულებამდე და კონკრეტული პასუხის გაცემამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ. ქართულ-ამერიკული სწავლების აქტიური ფაზა დღეს დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჩვენებელი წვრთნები გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. ქართულ-ამერიკული სწავლება აგილეს პერიტორია 2013-ის აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყო. სწავლებაში 350 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ქართული მხრიდან მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკულ სწავლებაში შესაბამისი მომზადება მედიის წარმომადგენლებმაც გაიარეს.
ამ წვრთნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ეს უკვე კიდევ ერთი წარმატებულად განხორციელებული ერთობლივი წვრთნებია. აქ ძირითადად საქმე ჰქონდა ბატალიონის დონის ამოცანების გადაწყვეტაზე, მნიშვნელოვანი და გამორჩეული იმით არის, რომ ერთობლივი შტაბი იყო ჩამოყალიბებული ამ ოპერაციების წარმოების ამერიკელებთან ერთად და კიდევ უფრო დამატებითი გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა ოფიცრებმა, ბატალიონის ხელმძღვანელებმა ერთობლივი ძალისხმევით საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის ჯავშან ტექნიკა, რომლის გამოცდაც მიმდინარეობს და საბოლოოდ ამ გამოცდის შემდეგ კონკრეტული დასკვნებიც გვექნება თუ როგორ გავაგრძელებთ ამ თავდაცვის ეროვნული მრეწველობის ამ პროგრამას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს დონეზე აყვანილი. ჩვენ თანამშრომლობთ როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. მნიშვნელოვანი დასტურია შეერთებულ შტატების მხრიდან იმისა, რომ ჩვენი სამხედროები არიან ადეკვატურად მომზადებული და ეფექტურად მოქმედებენ ჩვენს პარტნიორ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. შაშანდელი ასე ანალოგიური წვნის ხელმძღვანელი მე ვიყავი. ამ სწავლებას უფრო დიდ შეფასებას მივცემ, იმიტომ რომ ძალიან გამოცდილი ქვედანაყოფები იყვნენ თავისთავად აქ წარმოდგენილი ორივე მხრიდან. საქართველოს მინისტრმა ირაკლი ალასანი რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნების თემაზე კომენტირებისას განაცხადა. კითხვაზე ხომ არ უკავშირდება რუსული წვრთნები საქართველოში დაწყებულ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს, ალასანი აცხადებს, რომ ამ ვარაუდის საფუძველი მას არ აქვს. ჩვენი ინფორმაციით ჩვენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ჯარები ამ წვრთნებში ჩართული არ არიან. არც საქართველოს საზღვაო აკვატორია დარღვეული, მაგრამ თავისთავად რომ ეს წვრთნები შეუთანხმებელი იყო მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის დარღვევა, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის. მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო რა თქმა უნდა არ შეუშინდება ესეთ წვრთნებს, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ წვრთნებს ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიგეგმება როგორც გითხარით საქართველოში. დღეს რუსთავის პირველ საჯარო სკოლას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვია ძიძიგური და მეუფე იოანე სტუმრობდნენ. ისინი სკოლის 65 წლის თავისადმი მიიწვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ზვია ძიძიგური სკოლაში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და პედაგოგებს სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა. ოჯახის და სკოლის დღეს სკოლის დიდი საქმე არის უმეტობის აღზრდა. ეს ყოველთვის იყო დიდი საქმე, მაგრამ დღეს როდესაც გლობალიზაციის პროცესის შემოტევა, თვითგადარჩენა და იმ მრავალფეროვნების შენარჩუნება, რაც სოფლიოში არის, დამოკიდებულია ოჯახზე და სკოლაზე. რომ ბავშვობიდან აღიზარდოს სამშობლოს სიყვარული, შენი მემკვიდრეობითი, საგანძური სიყვარული. პირველი სკოლა რუსთავის დაიბადა რუსთავთან ერთად 1958 წელს და არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს სკოლა თვითონ რუსთავისთვის, მისი ისტორიისთვის. დღეს მეორე კლასელმა ჩოხოსნებმა მოაწყვეს ღონისძიება და ჩვენი ეპარქიის მმართველი მეუფე იოანე არის მოწვეული ამ ღონისძიებაზე და მეც მერგო პატივი ყოფილიყავი ამ კონცერტზე. ვისაუბრებ შემდეგ სკოლაში არსებულ პრობლემებზე, საერთოდ რუსთავის სკოლებში არსებულ პრობლემებზე. ქალაქში მაწანწალა ძაღლების სიმრავლესთან დაკავშირებით მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვს. პრობლემა ყველაზე მეტად მაიაკოვსკის ქუჩის მაცხოვრებლებს აწუხებთ. აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურშიც. მათი განმარტებით პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერი გამოცხადდება, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრება. ტენდერი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი პრობლემა სრულად მოგვარდება. როდის მოგვარდება მაგის თქმა ამ წუთისათვის რთული არის, იმიტომ რომ ტენდერი იყო გამოცხადებული, 11 მარტს გამოცხადდა, 15 მარტს არ შედგა ტენდერი პრეტენდენტების გამოუხმაურებლობის გამო. შესაბამისად ტენდერი გამოცხადდება ხელახლა და მოქმედი კანონმდებლობით ჩვენ ვალდებული ვართ გამოვაცხადოთ რამოდენიმეჯერ ტენდერი თუ არ შედგა კიდევ, შემდგომ უკვე ალბათ შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმდეს რომელიმე ორგანიზაციასთან ხელშეკრულება.
და დღის სხვა მთავარი თემები საქართველოს თამბაქოს გარეშე შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ თამბაქოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. წელს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა სლოგანით ორსულობა და თამბაქო წარიმართება. მთავრობა მიიღო დადგენილება, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწვევის საკრძალვას თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების მატებას თამბაქოს პროდუქტების პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამის საკრძალვას არასრულწლოვანთათვის თამბაქოს ყელმისაწვდომობის შემცირებას და მწვეველთათვის მოწვევის თავის დანებების სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. თანდათანობით მწვეველ ყველაზე უფრო საერთაშორისო მოგეხსენებათ აპრობირებულ ასტარ მადლობას გიხდით თანამშრომლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სამთავრობო კომისია, რომლის პირველი სხდომად შედგა გუშინ, ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა და დღეიდან ამ გეგმის განხორციელება უკვე იწყება. გეგმა თავის თავში მოიცავს ძირითადი სტრატეგიის ადაპტაციას, სტრატეგიის დეტალების ადაპტაციას საქართველოს პირობებისათვის და თვის ბოლოს ერთიანი სტრატეგიული გეგმის ამუშავება. სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი არის ამ კონტროლის გაძლიერება, რა თქმა უნდა, რომ მიღებული და აღიარებული რეგულაციები დაცული იყოს. რაც შეეხება თვითონ თამბაქოს ნაწარმის გაძვირებას. ეს არის თემა, რომელსაც სიტყვა გაძვირება ყოველთვის ასოცირდება ხოლმე რაღაც სხვა ეკონომიკურ და ესეთ მოვლენებთან. დიახ, ეს მოსალოდნელი არის, ოღონდ ეს იქნება სტრატეგიულად გაწერილი ფინანსისტებთან, ეკონომისტებთან ერთად, რა როგორ რანაირად და ეს არ იქნება უეცარი, იმპერატიული და თამბაქოს ინდუსტრიისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ტრაფიკინგის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში დროებით მყოფ უზბეკეთის მოქალაქეს თურქეთში არალეგალურად გადაყვანას დაპირდა. მოტყუების შანტაჟისა და იძულების გზით მან ქალბატონი პროსტიტუციაში ჩააბა და რამდენიმე კვირის განმავლობაში სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. დაკავებულს 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წლის 5 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოში დაიწყო გამოძიება უზბეკეთის მოქალაქის მიმართ განხორციელებული ტრაფიკინგის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 153 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო უზბეკეთის მოქალაქის განცხადება. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ანგარების მოტივით ექსპლუატაციის მიზნით უზბეკეთის მოქალაქეს გამოართვა პირადობის მოწმობა, რითაც შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. ჩააყენა იგი მონობის თანამედროვე პირობებში. მოტყუებებით შანტაჟისა და იძულების გზით 2013 წლის 5 იანვრიდან 19 იანვრამდე ჩააბა პროსტიტუციაში და უწევდა სექსუალურ ექსპლუატაციას. კერძოდ მიყავდა იგი ქალაქ ბათუმში დისკო კლუბებში, სადაც ახვედრებდა თურქი ეროვნების მამაკაცებს, რის შემდეგაც პროსტიტუციის გზით გამომუშავებულ თანხებს თლიანად ართმევდა და ითვისებდა. ასეთი გზით გამოართვა მას დაახლოებით 1800 ამერიკული დოლარი. დაზარალებულის პირადობის მოწმობის დაბრუნების სანაცვლოდ დაზარალებულის მეგობარმა ერაყის მოქალაქემ ბრალდებულს გადაუხადა 1000 ამერიკული დოლარი. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მუხლით არც ერთი პირი არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. და რაც შეეხება ამის პროგნოზს, სინოპტიკოსები ხვალ ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ. ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება ქვემო ქართლში, ციქროლებს დასავლეთის ქარი, ჰარის ტემპერატურა კი იქნება. წალკაში დღისით 10, ღამით +1 გრადუსი სითბა, თეთრწყაროში დღისით 12, ღამით +2. 10 გრადუსამდე გადბება ჰაერიდმანიში, ღამით ტემპერატურა -2, ბოლნისში დღისით 17, ღამით +4 გრადუსი სითბა მოსალოდნელი, მანაულში დღისით 15, ღამით 5 გრადუსი, თბილისში დღისით ასევე 15, ღამით +5, გარდამაში დღისით 16, ხოლო ღამით +6 გრადუსია ნავარაუდები, რუსთავში დღისით ასევე 16, ღამით +1 გრადუსი. ასეთ იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9 ნახევარზე, მე ხვალამდე გამშვიდობებით ნახვამდის.